საფრანგეთის ეროვნული ფლოტის სამეცნიერო ხომალდის ეკიპაჟის წევრებს დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მარჩილ ხაბაძემ უმასპინძლა. გაცნობიტი ხასიათის შეხვედრას ხომალდის კაპიტანი ემანუელ მობანი და საფრანგეთის სამხედრო ატაშეს მოადგილე მასტერ სერჟანტი სანდრილ რუმიელი ესწრებოდა. შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა მხარეებმა 28 აპრილამდე რეგიონში დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ხომალდის წევრები 4 დღის განმავლობაში აჭარის ღირსშესანიშნავ ადგილებს მოინახულებენ, გაიმართება სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივი წვრთნებით. შეხვედრიდან გამოსულმა ფრანგული დელეგაციის სტუმრებმა სატელევიზიო კომენტარზე უარი გითხრეს. მიზანი არის ფრანგული გემის სამხედრო გემის შემოსვლის ჩვენს ტერიტორიაზე სწავლება ჩვენს სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან ერთად. ასევე ჩაატარებენ დეპარტამენტთან თამაშს, ფესაფეხბურთო თამაში იქნება, შეიძლება ასე ვთქვათ, შეხვედრა. ასევე დაინტერესდნენ ქალაქით, დაათვალებენ ქალაქს, ჩვენ მოუწყობთ ექსკურსიას და იყო პატივისცემის მიზნით ვიზიტი რეგიონის ხელმძღვანელთან შეხვედრა და განვიხილეთ ეს ყველაფერი.